სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის სრულ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. უწყების ცნობით, მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხმის შემცვლელ პროგრამებს იყენებდნენ. როგორც სუსი ამბობს, ტერორიზმის შესახებ სრულ შეტყობინების ფაქტზე 2006 წელს დაბადებული პირია დაკავებული, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ელექტრონული პოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარი შემცველი ანონიმური შეტყობინებები შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის სრულ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ სრულ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები. გამოძიება ტერორიზმის შესახებ სრულ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.